გამარჯობა. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან. მოგესალმებით. მე ვარ მარიამ მიშალაძე, ექიმ რეზიდენტი სტომატოლოგიის მიმართულებაში. შესაბამისად, სამედიცინო სფეროსთან კავშირი ალბათ ხმა ბავშვობაში დაიწყო, როდესაც პირველად ამტკივდა კბილი და დედამ მიმოყვანა სტომატოლოგთან და პირველად შევეხე გარკვეულ სტომატოლოგიურ მანიპულაციებს და მახსოვს ეს ჩემი ლამაზი ექიმი, ლამაზი თვალებით და ზუსტად მაქედან დაიწყო ალბათ ჩემი კავშირი სტომატოლოგიასთან. ჩემთვის სწავლა და განვითარება ყოველთვის იყო მთავარი. მიყვარს ახალი მეგობრები, ახალი ნაცნობები, რა თქმა უნდა, ახალი პროფესია, რომელიც მაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას. კონფერენციები, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი კონფერენციები იმართება და мотиваცია არის ჩემ გარშემო არსებული ხალხიც, აგრეთვე ჩემი მეგობარი, რომელიც ყველანაირ იდეაში მყვება, ყველანაირ წამოწყებაში შეუძლია რომ ხარი გამიჭიროს, შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ გარშემო არსებულ წრეს, როცა იტყვი რაღაც კარგი იდეას და ადამიანი გიწევს მხარს და შესაბამისად გამიმართლა ისეთ მეგობრებში. მას გვაქვს, როცა ვიწყებთ რაღაც ახალს, შიშის მომენტი ყოველთვის თან დაგვსდევს. თუმცა ყოველთვის მქონდა ბავშვობიდან ის мотиваცია, რომ მარიამ შენ ამას შეძლებ. არ გაჩერდე, მარიამ შენ ეს შეგიძლია, შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ, რომ ვაჯობო ჩემ შიშებს. ასე რომ არ გაჩერდეთ. ზოგადად სტომატოლოგია და მედიცინა არის დარგი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. ყოველდღიურად ვსწავლობთ, ყოველდღიურად ვითარდება. შესაბამისად, ჩვენთვის უცხო არ არის ახალი პროფესიის სწავლა, უცხო არ არის ყოველდღიური განვითარება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გადავსულიყავი სხვა სფეროში და ძალიან მარტივად ამეთვისებინა ჩემთვის შედარებით უცხო სფერო. რაც შეეხება ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, გადახატვა და ზუსტად ეს მიკრობლეიდინგი და ეს ესთეტიური სფერო მაძლევს საშუალებას, რომ ის გარკვეული ბავშვობის ნიჭი გამოვავლინო. ეს არ არის მარტო ხატვის ნიჭი, ეს არის მთლიანი ესთეტიკის აღქმის ნიჭი, აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანტისეპტიკის დაცვას, რომელიც მე იდეალურად მაქვს მასწავლე, რა თქმა უნდა, სამედიცინო უნივერსიტეტში, შესაბამისად ძალიან მარტივი იყო ჩემთვის ახალი პროფესიის შესწავლა. ეს ჩვენ ცხოვრების ყველა ეტაპზე გარკვეული შიშები გვაქვს, ხო? თუნდაც იმის, რომ უნივერსიტეტს რო დაამთავრებ, რა იქნება მერე, პროფესიას რო დაიწყებ, როგორ გავმკლავდები, ხო, მარტო ამ ყველაფერს. შესაბამისად, შიში ძალიან კარგი რაღაც არის. ეს გვაძლევს იმის мотиваციას, რომ გჯეროდეს საკუთარი თავის. თუ საკუთარი თავის არ გჯერა, ვერ იქნები შენ პროფესიაში ისეთ წარმატებული, როგორც ეს წამყვანი ექიმები არიან. შესაბამისად, ყოველთვის უნდა გჯეროდეს ჩვენი თავის, ჩვენი შესაძლებლობების და არ უნდა გვეშინოდეს სიახლეების. ჩემთვის ყოველთვის ესეთი სიტყვები მაქვს დამახსოვრებული, როცა არ შეგიძლია, ზუსტად მაშინ უნდა ადგე და გააკეთო ის, რაც არ შეგიძლია. ყოველთვის ეს იყო ხოლმე ჩემთვის мотиваცია, თუნდაც სპორტდარბაზში წასვლით რო დავიწყოთ, როცა არ შემეძლო, ზუსტად მაშინ ვიდიოდი, რომ ჩემი თავისთვის მეჯობნა რა. შესაბამისად, ყოველთვის დავმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ შენ ეს შეგიძლია და არა სხვას, საკუთარ თავს. ასე რომ არ გაჩერდეთ.